Სუფლება სინდისის პატიმრებს და დღეს კიდევ ვიხილეთ რამდენიმე ადამიანის დაკავება იმ ჩვენი მოქალაქეების, რომელიც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, უკვე პრაქტიკულად 1 წელი გავიდა, ხო, თითქმის, რაც დაიწყო ეს წინააღმდეგობის მასშტაბური მოძრაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი გადავიდა ახალ ეტაპზე რეპრესიების, ეს დაკავებებიც ამის დადასტურებაა. ასეთი რამ ჩვენ გვახსოვს მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა საქართველოში, ამას აგრძელებს პუტინი, ამას აგრძელებს ლუკაშენკო და პუტინისა და ლუკაშენკოს გზებს ერთ-ერთი მიჰყვება ახლა ივანიშვილიც, რასაც ჩვენ რამდენი ხანია ვამბობთ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და სამწუხაროდ აღმოჩნდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, უმცირესობა მართალია, მაგრამ მაინც, რომელსაც ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ესენი არიან მართლა რუსული რეჟიმი, 28 ნოემბრამდე არ სჯეროდა ნაწილს და შემდეგ აეხილა თვალი, დღესაც არსებობენ ესეთი ადამიანები, ხო? იმიტომ რომ ცოტა სხვა კონტექსტიც უნდა დავინახოთ, უფრო გლობალურ ჭრილში, ევროპული საბჭოს სხდომის წინ, როდესაც ივანიშვილი ჯერ ამკაცრებს ამ კანონმდებლობას, როდესაც ვხედავთ, რომ აქ პროპორციულ ზომებზეც აღარ არის საუბარი. პროპორციული არც ის 5000 ლარიანი ჯარიმები იყო. ახლა გადავიდნენ მოქმედებაზე და ხედავთ, ხო, ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის, მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ასეთი დაძაბული ვითარება ისევ და ისევ ქართული ოცნების გამოისობით ევროპულ სტრუქტურებთან, ევროპული საბჭოს სხდომის წინ ასეთი ზომების აღსრულება გატარება ჯერ დაცხრებული წესით საკანონმდებლო დონეზე და მისი აღსრულება ეს არის სიგნალი დასავლეთისთვის და სხვა არაფერი თუ არა საბოტაჟი რომ საქართველოსთან ევროკავშირმა ყველანაირი თანამშრომლობის ფორმატები გაწყვიტოს. ალბათ ჩვენ ახლა უნდა ვესაუბროთ ისევ იმ ადამიანებს, რომლებზეც მე ვსაუბრობდი, ქართული ოცნების მომხრე იქნება ეს თუ შეიძლება არა აქტიური მომხრე, მაგრამ ფიქრობს, რომ არც არჩევნებზე მისვლით და ქართული ოცნებისთვის უარის თქმით, არც ქუჩაში გამოსვლით არაფერი შეიცვლება და მაინც ეს ყოფა ჯობია იმას რაც შეიძლება მოხდეს და მათ არ სჯერათ რეალურობისა, საფრთხის რეალურობისა. დაინახონ, ხო? ბიძინა ივანიშვილი აღარ დაუშვებს იმას, რომ განსხვავებული აზრი არსებობდეს. შეეხება ეს დაკავებულებს, აქტივისტებს და იმ პატრიოტებს, რომელთაც მართლაც თავი აქვს გადადებული და შეეხება აგრეთვე ქართული ოცნების არამხოლოდ წევრებსა და მხარდამჭერებს, არამედ მათ თავარ საყრდენ ფიგურებს, ხო, როგორც არის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, როგორც არის ფარცხალაძე, მათ ხომ უკვე შეეხოთ. ეს ერთი მხრივ ალბათ გამოფხიზლებისთვის ცუდი არ არის ამ საზოგადოების ნაწილის, რომ მიხვდნენ რეალურად, რამდენად დიდი საფრთხის წინაშე არიან თვითონ, რომ ივანიშვილი არის ისეთი მონსტრი, რომელიც არავის აღარ დაინდობს და არავინ არ არის უსაფრთხოთ ამ თვალსაზრისით. ამ ადამიანებს თავის დანაშაულები, რა თქმა უნდა, მიუძღვით. მაგრამ ეს შიდა კლანური დაპირისპირებაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ თუნდაც გვერდით რაღაცა ნაბიჯს გადადგამს, მან შეიძლება ძალიან დიდი ფასი გადაიხადოს ივანიშვილის პირობებშივე, თორემ ვისაც აქვს ვისაც დანაშაული მიუძღვის, რა თქმა უნდა, მან უნდა ააგოს პასუხი, გადაიხადოს ამისთვის სამართლებრივი ფასი უკვე რეჟიმის ცვლილების შემდეგ. აი სწორედ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ფარცხალაძეზე მინდა კითხვა, ანუ რაღაცა არ გვეუბნებიან რა მუხლით აქვთ საქმე გამოძიება დაწყებული. არ გვეუბნებიან დაკავებულია თუ არა ეს ხალხი, მარტო აი გვაჩვენებენ, რაც გვაჩვენეს ხომ გუშინ სუსმა რაც გაასაჯაროვა, რომ მხოლოდ აი თურმე რაღაცა კორუფცია და ასე შემდეგ მოპარვას ქონია ადგილი. რატო აკეთებს, როგორ ფიქრობ ამას? აი პირდაპირ რატო არ დაიჭირა ეს რაღაც ტელესერიალივით რატო ხდება და ქართული ოცნების ამომრჩეველი ახსენეთ, არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, გუშინ საინტერესო იყო სხვათა შორის მათი რეაქციების კითხვა, ხო? ყველაზე მეტად ესე ვთქვათ, აი რა გაჩვენა მათმა რეაქციებმა? აი მათ შორის თავად ღარიბაშვილის გულმხუარე მხარდამჭერები ვინც იყვნენ მათმა, არ ვიცი, პოსტებმა თუ კომენტარებმა, რომლებმაც რა ვიცი რომელსაც იყო ბრიფინგი 5 წუთში უკვე ფაქტობრივად დაგმეს მათივე რჩეული წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი. ხო, მოდი გავყოთ, ხო, არიან ქართული ოცნების გულუბრყვილო მხარდამჭერები,
საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები, რომლებიც რაღაც სახელმწიფო მედიას უყურებენ და ამ ტყუილითა და სიბენზურით იყალიბებენ ფსევდორეალობაზე წარმოდგენას, რომელიც საქართველოში არ არსებობს და ახლა კი მიმართავთ თქვენი ეთერიდან მე ეჭვმეპარება რომ თქვენს ეთერს ისინი უყურებდნენ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება უშუალოდ არ არიან სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ არიან დაკავშირებულები თავისი ნაცნობობით, კარგად არიან ქართული ოცნების ფსევდო რაღაცა ჭყალებში ელიტას წარმოადგენენ, აი ამ სითბოში ვინც ცხოვრობენ და მათთვის არის ეს სიგნალი და ეს კარგია, ეს ცუდი არ არის რეჟიმის მხარდამჭერები, რომლებიც თუნდაც თავისი სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებით აძლიერებენ რეჟიმს, ვინც ამ დიდ პოლიტიკურ კორუფციულ სქემაში თუნდაც რაღაცა მცირე ნაწილით არიან ჩართულები, ისინი თუ შეწუხდებიან, ეს კარგია. მათთვის თუ იქნება რაღაცა დამაბნეველი და გაურკვევლობაში იქნებიან, ეს კარგია. ცუდი არ არის. ეს არ არის ჩვენი მიზანი, მაგრამ ცუდი არ არის ნამდვილად. და ეს სიმპტომური იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო 2 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში. თუმცა, რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი, რატომ შემოგთავაზა ესე კასკადურად სერიალი ახსენეთ თქვენ და ეს მისი მეთოდია. არა მხოლოდ მისი, საერთოდ დამახასიათებელი არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის. აქ ორი კურდღლის დაჭერის პრინციპი მოქმედებს. ერთი არის ბუნებრივია ეს შიდა კლანური დაპირისპირება, რომელსაც ვაკვირდებით უკვე დიდი ხანია. კი ბატონო. მათ შორის ეს შეეხებოდა მინისტრს, ბურჭულაძის ამბავი გავიხსენოთ, შეეხებოდა რიჟვაძეს, მინისტრის მოადგილეები იყვნენ სხვები. ახლა უკვე საუბარი არის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, სუსის უფროსზე, გენერალურ პროკურორზე, რომელიც არ იყო მხოლოდ და მხოლოდ გენერალური პროკურორი, ახლა ოფიციალურად ის მხოლოდ ქართული ოცნების მმართველობის დასაწყისში იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ხო, ეს იყო ადამიანი, რომლის არაფორმალური გავლენის ქვეშ იყო მთლიანად ძალოვანი სტრუქტურა, მთლიანად ძალოვანი სისტემა ამ ქვეყნის, რომელზეც დგას და იდგა რეჟიმი, რომლითაც ამაყობდა რეჟიმი. ღარიბაშვილი იყო მათი სახე, ხო? ისინი ამბობენ, მათი ელჩი იყო, შეიძლება ითქვას საზოგადოებაში, რომ აი როგორი პრემიერი ყავს. ანუ ერთი მხრივ ეს ყველაფერი ხუხულასავით ჩამოინგრა და ელემენტარული რაციონალურობა არის საჭირო იმისთვის, რომ დაინახოს მართლა როგორ უნდა დაიბრმაოს ადამიანმა თავი, რომ თქვას, რომ ხო, კარგი, გუშინ დითირ ამბებს უძღვნიდნენ ღარიბაშვილს, მარჯვენა ხელი იყო ივანიშვილის, ხო? ივანიშვილი ხო მათი კერპია და ახლა ის თურმე ყოფილა მოღალატე, ხო? ეს თვით ლუსტრაციაა ბუნებრივია, მაგრამ ქართული საზოგადოება არ არის ის და ალბათ ამაში ცდება ივანიშვილი, არ არის რაღაცა 1984-ის რომანის საზოგადოება, ხო, სადაც შეიძლება ისტორია გადაწერო და დაავიწყებინო და შეცვალო რაღაცა ქრონიკები. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ჯერ ერთი და არსებობს ამისი რაღაც თანამედროვე სამყაროში უამრავი მასალა, ხო, რაც გაგვახსენებს რა იყო რეალურად ისტორია. რატომ აკეთებს ამას? მე გეტყვით. ერთი მხრივ არის შიდა კლანური დაპირისპირება და მეორე მხრივ არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა. ეს არის მათი ნაცადი ხერხი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტყვაში გამოუყენებიათ. როგორ სპეციალურად არქმნეს ეს ამბავი? ალბათ, იმიტომ რომ მათი დღის წესრიგი ახლა ისინი რასაც ვერ დაუკარგავ, ისინი მოქმედებენ რაღაც გეგმის მიხედვით. ხო, თავისი ბოროტი, ზრახვების, უკანონო ანტიკონსტიტუციური მიზნების მისაღწევად, ისინი რაღაცა კონკრეტული გზამკვლევით მოქმედებენ, მათ აქვთ კალენდარი. ახლა ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზე ჩვენ გვესმოდა, ხო, გამოდიოდა კულუარებიდანაც ინფორმაცია, არც რთული იყო ამისი ლოგიკური დასკვნის გამოტანა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ახლა, რომ აი მივიდა ისე ღარიბაშვილამდე, ლილუაშვილამდე და რა ხდება ამ ბოლო პერიოდში, ხო, ბოლო დღეების ამბები. აი ეს რეპრესიული კანონმდებლობა დაჩქარებული წესით არის მიღებული. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ქვეყანაში უმძიმესი სოციალური კრიზისი არის, ეკონომიკური კრიზისი არის, პოლიტიკური კრიზისია, განათლების რეფორმა დაანონსა, კატასტროფული, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება სამომავლოდ და პარტიების აკრძალვა, ანუ პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა არის ახლა მათ დღის წესრიგში, როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით პარტიების, ასევე კონკრეტული პირებისთვის, მათ შორის არა პოლიტიკოსებისთვისაც პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, ანუ ყველა, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, მათი მოშორება უნდა პოლიტიკური ველიდან და აი ეს უნდათ ახლა რომ გადაფარონ, ანუ ეს ხომ თავისთავად აბსურდია სამართლებრივად, ახლა მე ამაში აღარ
არჩევალ, ხო, როგორ ეწინააღმდეგება ეს დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასაც, მაგრამ აი ახლა აი ამ რეზონანსული თემით უნდათ რომ ეს საკითხიც გადაფაროს, მაგრამ არ გამოუვათ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ყველაფერს მე მგონია რომ ძალიან კაფიოდ და ნათლად ხედავს.